შესაძლებლობა ექნება პირდაპირ ეთერში Facebook გვერდზე მოусმინოს მათთვის საინტერესო საჭირო და საინტერესო თემას დარგის სპეციალისტებთან ერთად. ეს არის მედია პლატფორმა, რომელიც ემსახურება ქართული ემიგრანტების ინტერესებს იტალიაში. ეს არის სივრცე, სადაც მოусმენთ უთხვარ, სანდო და საჭირო ინფორმაციას. დღევანდელი ჩანაწერის ინტერვიუს ხილვა შეგიძლიათ ტელეკომპანია მზეს ეთერში. მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის მათ შემოქმედებით გუნდს და მე გახლავართ ნათია ვასაძე, ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიაში. დღეს ვისაუბრებ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ეს არის აზილო პოლიტიკო. რა არის აზილო პოლიტიკო, რას ნიშნავს, ვის აქვს მისი მოთხოვნის უფლება, როგორ დავიწყოთ მისი გაკეთება და რა პროცესუალური ნორმები არსებობს ამისთვის. ზუსტად ამ თემებზე სასაუბრობ. დღეს ჩვენ მოვიწვიეთ იურისტი იტალიაში საერთაშორისო დაცვის მიმართულებით ქალბატონი ფიქრია წვეროვავა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ფიქრია ჩვენთან სტუმრობისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე სასაუბროდ მოგიწვიეთ და ძალიან ბევრს ვისაუბრებთ იმ აზილო პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე, რაც საზოგადოებას ჩვენს ემიგრანტებს ძალიან აინტერესებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ უღმეს მადლობას გიხდით ეთერში მოწვევისთვის, ნდობისთვის. იმეც დავიტოვებ ყველაფერი კარგად იქნება, საინტერესო ლაივ ეთერი გამოგვივა და უპირველეს ყოვლისა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას მიიღებს ქართული დიასპორა იტალიაში. ნამდვილად გეთანხმებით და პირდაპირ გადავალ კითხვაზე. რა არის აზილო პოლიტიკო? ავხსნათ ჩვენი მაყურებლისთვის, რა ეტაპების გავლა უწევთ მათ პირველივე განაცხადის შეტანიდან მის დასრულებამდე. რა პროცესუალური ნორმებია ის, რაც უნდა გაითვალისწინონ? კი ბატონო, დავიწყოთ პირდაპირ აბსოლუტურად ზუსტი და პრაქტიკული ინფორმაციით, რასაც ამბობს კანონი, როგორც ხდება პრაქტიკულად და რაც შეუძლია გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ესაჭიროება აზილო პოლიტიკოს დაწყება იტალიაში. აზილო პოლიტიკო იგივე პროტექციონე ინტერნაციონალე, ქართულად საერთაშორისო დაცვა. მოკლედ ნებისმიერ პირს, ვისაც შეუძლია, ვისაც სურს ესაჭიროება, რომ დაიწყოს აზილო პოლიტიკოს საქმე იტალიაში, შეუძლია მივიდეს შესაბამის ორგანოებში, ასეთი ზოგადი მოცემულობა არსებობს და დაიწყოს აზილო პოლიტიკო. ერთადერთი ორგანო, სადაც აზილო პოლიტიკო შეიძლება იყოს დაწყებული, არის ქვესტურა, ეგრეთ წოდებული პოლიცია, ანუ იტალიაში არის სპეციალური დაწესებულება. პოლიცია, ასე შეგვიძლია ვუწოდოთ, ქვია კონკრეტულად ქვესტურა. მაგალითად, ქვესტურადი რომა, ქვესტურადი მილანო. ესე იგი, თავშესაფრის მაძიებელი პირველ რიგში მიდის ქვესტურაში. მნიშვნელობა არ აქვს თავშესაფრის მაძიებელმა რა დონეზე იცის იტალიური ენა. რა დონის ცოდნაც არ უნდა გქონდეს, მას შეუძლია და უფლება აქვს მივიდეს ქვესტურაში, თუნდაც საერთოდ არ ცნობდეს იტალიურ ენას ან რომელიმე უცხო ენას. თავარია მივიდეს ქვესტურაში და უბრალოდ თანამშრომელს უთხრას, რომ სურს აზილო პოლიტიკოს დაწყება. აი ამ წუთიდან თავშესაფრის მაძიებელი უკვე იღებს ინფორმაციას, როგორ უნდა დაიწყოს მისი ნაბიჯები აზილო პოლიტიკოსთვის. პრაქტიკული და თეორიული ინფორმაცია ჩვენ ვიცით უკვე ამ ბოლო პერიოდისთვის ინფორმაციის ვაკუუმი ამ მხრივ არ არსებობს, ამის თქმა თამამად შეიძლება ასე საჯაროდ, თუმცა რა ხდება, არსებობს არასწორი ინფორმაციები გავრცელებული, ეს შესავალი აუცილებელი იყო ამ შემთხვევაში, ახლა გადავალ პირდაპირ, ესე იგი აზილო პოლიტიკოს უშუალოდ დაწყების მომენტიდან რა ხდება. როდესაც თავშესაფრის მაძიებელი მიდის ქვესტურაში, ქვესტურის თანამშრომლები ეუბნებიან, რომ ან ცოცხალ რიგში უნდა დადგნენ აზილო პოლიტიკოს საქმის რეგისტრაციისთვის, ან დაჯავშნონ შეხვედრა განცხადების რეგისტრაციისთვის, ეგრეთ წოდებული აპუნტამენტოს აღებას თხოვენ აზილო პოლიტიკოს რეგისტრაციისთვის, ან საქმის დასაწყებად. ესე იგი, აქ უპირველეს ყოვლისა ჩნდება კითხვა, დამოუკიდებლად თუ შეუძლია დაიწყოს ეს ყველაფერი, ხა თქვენ თავისთავად კითხვები გაქვთ მომზადებული, თუმცა
რეალურად ჩვენ გადაცემამდეც ამ ეთერამდეც ვისაუბრეთ, რომ ისე ხდება ხოლმე, რომ ერთი კითხვა მოიცავს რეალურად სხვა კითხვას, თუმცა თქვენ თავისთავად ცხადია, შემდგომ დამისვამთ იმ საჭირო კითხვას, მე კი ამომწურავად და უფრო ესე ვთქვათ, ჩამოყალიბებულად გასაგებად რომ იყოს ინფორმაცია მიწოდებული მაყურებლისთვის, ასე ვუპასუხებ. ესე იგი, თქვენ ადამიანი დიდი დავამატებ ერთ კითხვას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ და ინტერესიდან გამომდინარე, ის რაც აინტერესებთ ემიგრანტებს, შეუძლიათ თუ არა ინდივიდუალურად აზილო პოლიტიკოს დაწყება. თქვენ აღნიშნეთ, რომ კვესტურაში უნდა მივიდნენ, მაგრამ ეს არის კითხვა, რომელიც ასევე აინტერესებთ ემიგრანტებს. მათ შეუძლიათ ამ ყველაფრის ინდივიდუალურად დაწყება, თუ რამე გარკვეული დახმარება საჭიროა. დახმარებას მე ვგულისხმობ იურიდიული სამართლებრივი მიმართულებით, თუ არის ამისთვის კონკრეტული პირის დახმარება საჭირო. თუ შეუძლიათ ინდივიდუალურად მივიდნენ კვესტურაში. შეგაწყვეტინეთ უბრალოდ ის იყო ის, რაც ასევე უნდა დამისვა თქვენთვის დასაწყისში. ძალიან კარგი, რეალურად აი ის კითხვა, რაც თქვენ უკვე დამისვით და ეს კითხვაც ფაქტობრივად ერთად საპასუხო ერთმანეთს მოიცავს და უმჯობესია დიახ ასე ნათლად იყოს კითხვა დასმული. იცით, ახლა სანამ გადავალ განხილვაზე თუ რას ნიშნავს აპუნტამენტოს აღება და ცოცხალი რიგით შესვლა კვესტურაში, მცირე ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს მაყურებლებს, უშუალოდ მათ, ვისაც აინტერესებს აზილო პოლიტიკოს დაწყება, პირებს, რომლებსაც ანუ სულ დაიწყო აზილო პოლიტიკო და ახლა არ იციან რა გააკეთონ. უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ აზილო პოლიტიკოს თქვა და გავიმეორო, რომ აზილო პოლიტიკოს გაკეთება, ანუ აზილო პოლიტიკოს საქმის დაწყება არის უფასო იტალიაში, ამას ამბობს კანონი. თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია სწორად იყოს გაგებული ეს ყველაფერი და თავშესაფრის მაძიებელს ესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის მიღება აზილო პოლიტიკოს დასაწყებად. სწორი ინფორმაციითაც შეიძლება იყოს აზილო პოლიტიკა დაწყებული, თუმცა შემდგომ გარკვეული ციფრული ჩაწერებიან თავშესაფრის მაძიებლები და ურთულდებათ საქმე. მოკლედ, მთავარია პირველ ეტაპზე მოიძიონ ინფორმაცია, რა უნდა იყოს გაკეთებული, როგორ უნდა იყოს გაკეთებული, სწორი ინფორმაცია, ზუსტი ინფორმაცია იქონიოს თავშესაფრის მაძიებლობის საჭიროების მქონე პირმა და უკვე შემდგომ შეუდგეს საქმეს აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ხაზგასმით მინდა ეს სიტყვა ვთქვა, ადვოკატის საჭიროება არ არსებობს აზილო პოლიტიკოს დაწყების პროცესში, ან თავიდან პირველ ეტაპზე გამონაკლისი შემთხვევების გარდა ესეც დავიმახსოვროთ. მეტწილ შემთხვევებში თავშესაფრის მაძიებელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც კანონი ამბობს და რეალურად ამ უფლებასა და თავისუფლებას კანონი თავად აძლევს თავშესაფრის მაძიებელს, რომ თავშესაფრის მაძიებელი იყოს დამოუკიდებელი. რას ნიშნავს ეს? დადგეს ცოცხალ რიგში, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ცოცხალი რიგის გავლა და ასე შევიდეს კვესტურაში განცხადების დასარეგისტრირებლად. აიღოს აპუნტამენტო, როგორც თქვით, დაჯავშნოს შეხვედრა აზილო პოლიტიკოს განცხადების რეგისტრაციისთვის და შემდგომ ამ კონკრეტული დოკუმენტით, ანუ აღებული აპუნტამენტოს საფუძველზე შევიდეს კვესტურაში და მოითხოვოს აზილო პოლიტიკოს რეგისტრაცია. კვესტურაში შესული თავშესაფრის მაძიებელი პირი ავსებს უმარტივეს მოდულს, რომელსაც ცხადია კვესტურის თანამშრომლები მიაწვრიან მას. სწორედ ამ პროცედურასთან დაკავშირებით ბევრი ფიქრობს, რომ აი რაღაც სირთულე შეიძლება წარმოიშვას იქ და ვერ გაართვან თავი. მე შემიძლია თავისუფლად თქვა და ვუთხრა ყველას, რომ ეს იმდენად უმარტივესი მოდულია, რაც პირველ ეტაპზე უნდა შეავსოთ თავშესაფრის მაძიებელ პირებს მივმართავ, რომ შეუძლებელია ვერ გაართვათ თავი. უმარტივესი მოდული, უმარტივესი ინფორმაცია შიგნით მოცემული, მაგალითად, საიდან ხართ, თქვენი თქვენი სახელი გვარი, აბსოლუტურად უმარტივესი ინფორმაცია, სახელი გვარი, დაბადების თარიღი, კონკრეტულად როდის ჩამოგზავნით იტალიაში, თქვენი ტელეფონის ნომერი, თქვენი მისამართი. იმდენად მარტივი ინფორმაცია, რომ შეუძლებელია ეს ყველაფერი ვინმემ ვერ დაწეროს და თავი ვერ გაართვას.
სწორედ არასწორი ინფორმაციის გამო ფიქრობენ, რომ ეს მოდული უნდა იყოს თავიდანვე შევსებული და ასე ხელში მოდულით მივიდეთ quest-ურაში. მე არ ვეთანხმები ამას, როგორც იურისტი იტალიაში თავშესაფრის საერთაშორისო დაცვის მიმართულებით, მე არ ვეთანხმები, რომ თავშესაფრის მაძიებელმა პირმა შევსებული მოდულით უნდა მივიდეს quest-ურაში. მოდული შეიძლება ჩემი აზრით შევსებული იყოს იმ შემთხვევაში წინასწარ თუ ამის მითითებას quest-ურა თავად მისცემს თავშესაფრის მაძიებელ პირს და არა ვთქვათ კავპატრონატოს წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, რომელიც ვთქვათ საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით მუშაობს, ან ადვოკატის გადაწყვეტილებით. დავამატებ ამ ინფორმაციას, რატომ არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა თავშესაფრის მაძიებლისთვის. თავშესაფრის მაძიებელი, როდესაც საქმეს იწყებს დამოუკიდებლად, აბსოლუტურად თვითონ განაგებს თავის გზას, გეგმავს დაგეგმა შეგვიძლია ბრჭყალებშიც თავსვათ, რადგან რეალურად ჩვენ გვიგეგმავს quest-ურა, როგორ უნდა გავაკეთოთ და შემდგომში ტერიტორიული კომისია, თუმცა აქ მე ვგულისხმობ, რომ მე თუ დამოუკიდებლად დავიწყებ აზილო-პოლიტიკურ საქმეს, მე ვარ აბსოლუტურად დამოუკიდებელი და ამ პროცედურების ეტაპზე შემიძლია თავისუფლად მივიღო გადაწყვეტილებები ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ისე რომ არ ვიფიქრო, ვაი თუ რამე გამიფუჭდა, ან ვაი თუ ვინმეს რამე გამორჩა, ან ასე შემდეგ. პასუხისმგებელი ვიქნები თავად საკუთარ თავზე, საკუთარ საქმეზე და ასე ვთქვათ, მე ყურადღებასაც გამოვიჩენ თუ ფაქტობრივად და რეალურად შევხედავთ ამ ყველაფერს. თუ რაიმე დიახ, და ვის აქვს აზილოს მოთხოვნის უფლება, ამაზეც ბუნებრივია ისაუბრეთ, ვისაც უნდა თავშესაფრის მაძიებელი და ვისაც უნდა თავშესაფრის მოთხოვნა, ბუნებრივია. რა სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ? თქვენ აღნიშნეთ, რომ საუბრობდით განაცხადის შევსებიდან, თუნდაც ის, რომ თვითონ მიყვება თავის საქმეს ბოლომდე და იცის ის ხარვეზები, თუნდაც ის შეცდომები, რასაც თავად დაუშვებს, იმის გამოსწორება მას მოუწევს. ბუნებრივია, მაგრამ არსებობს გარკვეული სირთულეები, აი რა სირთულეებზე შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება, რისთვის უნდა იყოს განაცხადის შევსების შემდეგ ემიგრანტი, რას უნდა ელოდოს? მოკლედ, ამ შემთხვევაში თქვენს კითხვაში აქცენტი რაზეც გააკეთეთ პირველად, ამას ვუპასუხებ, ანუ ვინ შეიძლება იყოს თავშესაფრის მაძიებელი პირი, ხომ? ანუ გასაგებია ესე ზოგადი მოცემულობით, ვისაც ესაჭიროება მოითხოვოს თავშესაფარი იტალიაში. რეალურად მე გულისხმობ თავშესაფრის მაძიებელ პირს, ანუ ნებისმიერ პირს, ხომ? თუმცა ვის შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი იტალიაში? უცხოელს იტალიაში შემოსვლისთანავე და შემდგომ ნებისმიერ დროს, მაგალითად, შემოსვლისთანავე იმ დღესვე შეუძლია მოითხოვოს თავშესაფარი, მეორე დღესვე, ასევე 5 წლის შემდგომ, 10 წლის შემდგომ. თუ ჩვენ ვინმე გვკითხავს, თუ აქამდე რატომ არ მოვითხოვეთ თავშესაფარი იტალიაში, ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ, რომ თქვათ, არ გქონდა საკმარისი ინფორმაცია ამ საქმის შესახებ. რეალურად ჩვენ არ ვართ ვალდებულები, თუ თქვათ, თავშესაფარი მოვითხოვეთ იტალიაში ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩვენ არ ვართ ვალდებულები, რომ ვინმეს ავუხსნათ, თუ რატომ არ მოვითხოვეთ აქამდე თავშესაფარი. ახლა, რაც შეეხება შემდგომში გზად აზილო-პოლიტიკოს პროცედურებისას, გზად წარმოქმნილ ბარიერებს, ვთქვათ, გარკვეულ პრობლემებს, ხომ? რეალურად პრობლემები და ასე ვთქვათ, ბარიერები შეგვიძლია ვუწოდოთ, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს, ვთქვათ, მისამართთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. მოკლედ, ისევ პირველი კითხვიდან გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვრით და დავამატებ ამ კითხვის გაგრძელებით. მოკლედ, როდესაც განცხადებას არეგისტრირებს თავშესაფრის მაძიებელი, როგორც უკვე აღნიშნე, უთითებს კონკრეტულ მისამართს, ხომ? ეს მისამართი მომავალში შეიძლება შეცვლილი იყოს თავისთავად ცხადია, რადგან
თავშესაფრის მაძიებელს მთელი იტალიის მასშტაბით აქვს თავისუფლად გადაადგილების მიმოსვლის უფლება. ეს გულისხმობს როგორც ქალაქის შეცვლას, რეგიონის შეცვლას, ანუ ნებისმიერ ადგილას იტალიის ტერიტორიაზე შეუძლია გადაადგილდეს, შეიცვალოს საცხოვრებელი, შეიცვალოს სამსახური და ასე შემდეგ, იყოს თავისუფალი თავის არჩევანში გადაადგილებისა და ცხოვრების ადგილის შერჩევის თვალსაზრისით. აი ამ დროს წარმოიქმნება ხოლმე პრობლემა, როდესაც მისამართის თავშესაფრის მაძიებელი თავისთავად ცხადია, ის ვალდებულია შეატყობინოს ტერიტორიულ კომისიას თავისი ამ ცხოვრების შეუცვლელობის შესახებ, მისამართის ცვლილების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რადგან ტერიტორიული კომისია თავშესაფრის მაძიებელს კომისიის გასაუბრებისთვის ინფორმაციას უგზავნის სწორედ მისამართზე. ეს ერთი პრობლემა, თქვათ ვიღაცამ შეიძლება ეს არ იცოდეს, პირობითად რომიდან გადავიდეს მილანში და ჩათვალოს, რომ რადგან რომში თქვათ მიუთითა კონკრეტული მისამართი, ის მისამართი აქვს ტერიტორიულ კომისიას და შესაძლებელია მან ჩათვალოს, რომ ეს მისამართი მნიშვნელოვანი არ არის, ან თქვათ შეიძლება თავშესაფრის მაძიებელი გარკვეულწილად იყოს ინფორმირებული, წავიდეს მილანში, ისევ მილანზე ვისაუბროთ, მივიდეს questurაში, განახლოს თავისი permesso di soggiorno per stranieri ან permesso di soggiorno provvisorio, რეალურად ორივე ერთი და იგივე შინაარსის არის თავშესაფრის მაძიებლისთვის და ამ პროცედურის შემდგომ ჩათვალოს თავშესაფრის მაძიებელმა, რომ ვინაიდან უკვე questurაში მივიდა და გარკვეული პროცედურაც გაიარა, ჩათვალოს, რომ ავტომატურად საქმე გადატანილია ტერიტორიული კომისიის, ანუ საქმე გადატანილია ქალაქში, სადაც იმყოფება და შეიძლება ჩათვალოს, რომ ტერიტორიულმა კომისიამ ეს უნდა იცოდეს იმ ლოგიკური მოცემულობით, ფაქტობრივი მოცემულობით. ეს ასე არ არის, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი იცვლის საცხოვრებელ ადგილს მისამართს, თუნდაც არ შეიცვალოს ქალაქი და ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადაინაცვლოს ერთ და იგივე ქალაქში, ვალდებულია თავშესაფრის მაძიებელი შეატყობინოს ტერიტორიულ კომისიას თავისი მისამართის ცვლილების შესახებ. questura არ არის ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი, ვთქვათ, თავშესაფრის მაძიებელმა თუ შეიძლება აქვე დავაკონკრეტებ მაქსიმალურად რას გულისხმობ, რომ ახლა მსმენელმა მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, ვისაც ვთქვათ მსგავსი სიტუაცია, ვისაც შეექმნა უკვე ეს პრობლემა და არც ის როგორ მოიქცეს. ესე იგი, თუ ეს ინფორმაცია მაქვს აქამდე, რაზეც ვისაუბრე და ვთქვათ შევიცვალე ადგილმდებარეობა მისამართი და მისამართის ცვლილების შესახებ ვაცნობე questurას. ანუ questurას ორგანოს რეალურად სადაც დავარეგისტრირე განცხადება და მე ვამბობ ჯერა, რომ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ინფორმაცია მიმეწოდებინა ტერიტორიული კომისიისთვის და მჯერა, რომ ტერიტორიული კომისია ინფორმირებულია. სწორედ ამ დროს ძალიან ცდებიან თავშესაფრის მაძიებლები, რადგან სამწუხაროდ პრაქტიკაში როგორც გამოჩნდა, questura მეტწილად არ გადასცემს ამ სიახლის შესახებ ტერიტორიულ კომისიას ინფორმაციას და ეს ინფორმაცია რჩება questurაში, ხოლო ტერიტორიული კომისია, ვინც პასუხისმგებელია ინფორმაციის გაგზავნასთან დაკავშირებით, თავშესაფრის მაძიებლისთვის, ესე ვთქვათ, არ შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ინფორმირებული და მან ძველ მისამართზე გააგზავნოს ინფორმაცია მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელმა თავისი მისამართის ცვლილების შესახებ თქვათ შეატყობინა questurას. იმედია გასაგებია ეს ყველაფერი, თუ გსურს რაიმე დავაზუსტოთ, გისმენთ. ქალბატონო ფიქრია, ტერიტორიული კომისია რას გულისხმობთ, ეს რო დავაკონკრეტოთ, შეიძლება გასაგებია თქვენ რაც ახსენით, ძალიან გასაგებად იყო ეს განმარტებული, ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ რომ დავაკონკრეტოთ, ტერიტორიული კომისია რა ფუნქცია მოვალეობები აკისრია და რას გულისხმობს, სად შეიძლება მიმართოთ საცხოვრებელი მისამართის ტერიტორიულ კომისიას თუ აი როგორი ფორმით უნდა მიმართოთ, ან როგორ უნდა მოვძებნოთ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ არ შევიდეთ შეცდომაში.
კი ბატონო, მადლობა კითხვისთვის. ძალიან სწორი კითხვა არის. ესე იგი, რა განსხვავებაა ქვესტურასა და ტერიტორიულ კომისიას შორის, ასე დავიწყებ და უფრო ნათელი იქნება მსმენელისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, აზილო-პოლიტიკოს საქმის რეგისტრაცია ხდება ქვესტურაში. და გარკვეული პროცედურები permesso di soggiorno provvisorios აღების ჩათვლით ხდება ქვესტურაში. თქვენ გაგვივლი გექნებათ ასეთი შეფასება ქვესტურაში, ასე ვთქვათ, ქვესტურაში არსებული ერთ-ერთი პროცედურისთვის აზილო-პოლიტიკოს საქმესთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ მას ქვია მინი კომისია, პატარა კომისია, პატარა გასაუბრება, ეს ტერმინები არ არსებობს. არ შეიძლება იყოს ეს ტერმინები გამოყენებული ქვესტურაში გასაუბრება, რაც არის permesso di soggiorno აღებისთვის, არის ინფორმაციის გამოკითხვა, თავშესაფრის მაძიებლის ბიოგრაფიის გამოკითხვა, ეგრეთ წოდებული მოდელო ჩიტრეს პროცედურა, ეს ერთგვარად გაუგებარია, მაგრამ თავშესაფრის მაძიებელი, ახლა ვისაც ესაჭიროება ეს ინფორმაცია და რეალურად ვისაც სურს რომ იყოს ზუსტად ინფორმირებული, ის აუცილებლად გაიგებს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ესე იგი, აზილო-პოლიტიკოს რეგისტრაციის მომენტიდან თავშესაფრის მაძიებელი გადის სხვადასხვა პროცედურას. პირველი პროცედურა, როგორც ვთქვით, არის რეგისტრაცია, მოდულის შევსება, სარეგისტრაციო განცხადების კურსის შევსება, ხომ? შემდგომ არის თითის ანაბეჭდების პროცედურა, ფოტოიდენტიფიცირების პროცედურა და ამის შემდგომ არის, ვთქვათ, მოდელო ჩიტრეს პროცედურა, როდესაც ხდება ინფორმაციის მიწოდება, ტერიტორიული კომისიისთვის გადასაცემი ინფორმაციის მიწოდება, ისევ ქვესტურაში, სადაც უკვე თარჯიმანიც ერთვება საქმეში, რადგან იქ კითხვებს უსვამენ ხოლმე თავშესაფრის მაძიებლებს და მნიშვნელოვანია თარჯიმნის იქ ყოფნა, სწორედ ამიტომ სირთულე არ არსებობს თავშესაფრის მაძიებლისთვის, რადგან თან თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ეტაპზე, აზილო-პოლიტიკოს ნებისმიერ ეტაპზე ყველა პროცედურისთვის განსაზღვრული არის საჭიროება თავშესაფრის მაძიებლის უფლების დაცვის თვალსაზრისით და ამ შემთხვევაში თარჯიმნის უფლების გამოყენება, თარჯიმნის ყოლის უფლების გამოყენება. ესე იგი, ზუსტად permesso di soggiorno აღების დღეს ხდება ინფორმაციის გადაცემა ტერიტორიული კომისიის წარმომადგენლის ქვესტურაში. ახლა უკვე ვინ არის ტერიტორიული კომისია, რა არის ტერიტორიული კომისია? ტერიტორიული კომისია არის ორგანო, რომელიც განიხილავს საერთაშორისო დაცვის საქმეებს, თავშესაფრის მაძიებელთათვის დაცვის აღიარებასთან დაკავშირებით. დაცვა არსებობს როგორც საერთაშორისო დაცვა, სპეციალური დაცვა, ანუ საბოლოოდ თავშესაფრის მაძიებელს აზილო-პოლიტიკოს საფუძველზე მიეცეს თუ არა დადებითი პასუხი. არ მინდა ბევრი ტერმინი ვახსენო, აქ მინდა მაქსიმალურად გასაგები იყოს და ტერმინებს აღარ ვახსენებ, ძალიან ასე ვთქვათ, გასაგებ ინფორმაციას მინდა რომ გასაგები ინფორმაცია მოგაწოდოთ მარტივი სიტყვებით და ტერმინების გარეშე. ესე იგი, თავშესაფრის მაძიებლის საქმეს განიხილავს ტერიტორიული კომისია და სწორედ ამ განხილვისთვის, საქმის განხილვა რომ მოხდეს, ნიშნავს გასაუბრების თარიღს. ტერიტორიული კომისია რომ ინფორმირებული იყოს კონკრეტული თავშესაფრის მაძიებლისთვის კონკრეტული თავშესაფრის მაძიებლის ინფორმაციის თვალსაზრისით, სწორედ ამისთვის ხდება მოდელო ჩიტრეს პროცედურა და ხდება გამოკითხვა თავშესაფრის მაძიებლისა. იმ დღეს ქვესტურაში მოდელო ჩიტრეს ასლს ატანენ როგორც თავშესაფრის მაძიებელს, ასე ვთქვათ, ასევე სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიან ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა თავშესაფრის მაძიებლები იმ კონკრეტულ მომენტში გარკვეული ღელვიდან გამომდინარე და სხვადასხვა ასე ვთქვათ, ინფორმაციის ერთბაშად მიღების საფუძველზე, ასე ვთქვათ, ვერ იმახსოვრებენ ან ზოგჯერ ვერ იგებენ ზუსტად რა ინფორმაცია იყო მიწოდებული მათთვის და დაბნეულობას გრძნობენ. რეალურად მოდელო ჩიტრეს ოლქში მითითებული აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია
ყველა ინფორმაცია თუ რასთან დაკავშირებით ისაუბრა თავშესაფრის მაძიებელმა და რა ინფორმაცია გადაეცა ტერიტორიულ კომისიას. ტერიტორიული კომისია უნდა იყოს ინფორმირებული, უკვე ვახსენე ეს, უნდა იყოს ინფორმირებული კონკრეტული თავშესაფრის მაძიებლის საქმესთან დაკავშირებით, რომ მისთვის ჩანიშნოს გასაუბრების თარიღი. და შემდგომ უკვე იმ თარიღის შესაბამისად ჩაატაროს გამოკითხვა, ესე იგი მოისმინოს მოტივი, კონკრეტული ისტორია თუ რის გამო ესაჭიროება თავშესაფრის მაძიებელს, თავშესაფრის აღიარება, დაცვის აღიარება იტალიის ტერიტორიაზე. ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვახსენოთ, ჩვენ ისევ ახლა საუბრობთ მოდელო ჩიტრეს პროცედურასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პროცედურა, რაც ქვესტურაში იმართება, ასე ვთქვათ, თავშესაფრის მაძიებლისთვის. ამ დღეს ხდება კითხვის დასმა თავშესაფრის მაძიებლისთვის ტერიტორიული კომისიის წარმომადგენლის მიერ, თუ რატომ ესაჭიროება კონკრეტულ პიროვნებას თავშესაფრის აღიარება იტალიაში, რატომ აკეთებს აზილო პოლიტიკოს. და ამ კითხვაზე მოკლე პასუხიც კი საკმარისია, თუ რატომ გვჭირდება ჩვენ მოვითხოვოთ თავშესაფარი იტალიაში. მოკლე პასუხი საკმარისია, ერთი წინადადება, რატომ ვამბობ საკმარისია. იმიტომ რომ ჩვენ უფლება გვაქვს მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლოთ, რადგან ქვესტურაში ტერიტორიული კომისიის წარმომადგენელი, რომელიც მე ახლა ვახსენე, რომელიც ჩვენგან იღებს ინფორმაციას და ადგენს მოდელო ჩიტრეს, არ არის უფლებამოსილი, რომ მოისმინოს ჩვენი ისტორია, რა თვალსაზრისით მან ის ვერ განიხილავს ამ ისტორიას. ჩვენი ისტორია თავშესაფრის მაძიებლობასთან დაკავშირებით, ჩვენი მოტივი უნდა მოისმინოს ტერიტორიული კომისიამ და კომისარმა უნდა განიხილოს და დასვას უკვე შემდგომ სიღრმისეული კითხვები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვართ ვალდებულები ქვესტურაში მივუთითოთ მოტივის შესახებ და ჩემი აზრით ეს არის უდიდესი შეცდომა, ვინც კი ამ ესე ვთქვათ, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და იქ უთითებს, წერს ფაქტობრივად ისტორიას, რაზეც შემდგომში ისაუბრებენ ტერიტორიული კომისიის გასაუბრებაზე. რა შეხება კომისიას თუ როგორ უნდა დავუკავშირდეთ, როგორ უკაცრავად დავასრულებ თუ შეიძლება და დავასრულეთ და შემდეგ დავსვამ კითხვას. ესე იგი ტერიტორიულ კომისიასთან დაკავშირება ხდება ტელეფონის ნომრის მეშვეობით, რომელსაც გასცემს თავად ტერიტორიული კომისიის წარმომადგენლობა, ასევე ქვესტურაშიც გასცემენ ამ ნომერს. თუმცა დღეს ჩვენ პრაქტიკულად რა როგორ არის იმასთან დაკავშირებით ვისაუბროთ და არა მცდელობებზე დავამახვილოთ ყურადღება. კი ბატონო, ყველა შეუძლია დარეკოს იმ ნომერზე, რომელსაც მიუთითებენ, რომ შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია ტერიტორიული კომისიიდან, თუმცა რეალურად ტერიტორიულ კომისიასთან საკონტაქტოდ უმჯობესია ამ შემთხვევაში ჩავთოთ უკვე ჩვენ ასე ვთქვათ, ოფიციალური პირი, ვინც დაგვეხმარება, რომ პეკის მეშვეობით იქნეს გადაგზავნილი ინფორმაცია ტერიტორიულ კომისიასთან, ანუ ელექტრონული პოსტის მეშვეობით უმჯობესია კომუნიკაცია ტერიტორიულ კომისიასთან, ვიდრე სატელეფონო, ან თუნდაც პირადად მისვლით შესაბამის მისამართებზე და ასე შემდეგ. ახლა დავაკონკრეტებ თუ შეიძლება, რატომ არის მნიშვნელოვანი ერთი წამით ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, თუ შეიძლება. მოკლედ, ტერიტორიულ კომისიასთან რატომ არის მნიშვნელოვანი ოფიციალური წესით კომუნიკაცია? ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფრის მაძიებლის მიერ საკუთარი საქმის მიმართ დაფიქსირებული ინტერესი დასტურდებოდეს ოფიციალურად, როგორც წერილობით მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნებოდა ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებლისთვის, ვისაც ვთქვათ, რაიმე ინფორმაციის შეტყობინება სურს ტერიტორიული კომისიისთვის, გამოიყენოს ელექტრონული პოსტის მეშვეობით კომუნიკაცია მათთან და არა სატელეფონო ან ასე შემდეგ სხვადასხვა გზა. ახლა შეიძლება აქ ვინმე გამაკრიტიკოს და ჩათვალოს, რომ ეს მომსახურება, რომელიც მე ახლა ვახსენე, არის ფასიანი და თითქოს ისე ჩანს, რომ მე ასე ვთქვათ, ფასიანი მომსახურებისკენ ვიხრები და ვუწევ რეკომენდაციას, ეს ასე არ არის, ისევ თავშესაფრის მაძიებლის ინტერესებისთვის ვამბობ ამას, რადგან
უმჯობესია ჩვენ ნებისმიერი ჩვენი ქმედების შესახებ გქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი. აი მაგალითად, თუ მე როდესმე რაიმე პრობლემა შემექმნება თავშესაფრის მაძიებლობის ეტაპების განმავლობაში, აი მაგალითი მოვიყვანოთ, თქვა ტერიტორიულმა კომისიამ გამომიგზავნა ინფორმაცია პოსტის მეშვეობით მისამართზე და მე ვერ მიიღე ეს ინფორმაცია, თუმცა მე ვცხოვრობ იმ მისამართზე და ვფიქრობ, რომ შეუძლებელი იყო ვერ მიმეღო ინფორმაცია, ამ დროს ძალიან რთულია ჩვენ ვამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. აი ამ დროს ტერიტორიული კომისია თუ ვთქვათ გააგზავნის ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელი ვერ მიიღებს და ვერ გამოცხადდება იმ დანიშნული თარიღის საფუძველზე დასაუბრებისთვის კომისიას შეუძლია არ გამოცხადებისას უარი დაწეროს თავშესაფრის მაძიებლობაზე, რომლის გასაჩივრებად შესაძლებელია, თუმცა იქ წარმოიქმნება ბევრი პრობლემა. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების შემთხვევაშიც, ვინც შეიცვალა, ვთქვათ, მისამართი. და ვთქვათ, მე თუ მისამართი შევიცვალე, პირობითად ვიმსჯელოთ, მაგალითად იტალიაში არის ერთ-ერთი ქვესტურა, რომლის მუშაობის შესახებ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, მაგალითად ლატინის ქვესტურა, სადაც ვთქვათ, თუ თავშესაფრის მაძიებელი მიიტანს თავის ინფორმაციას, ასე ვთქვათ, ოსპიტალიტას ოფიციალური წესით უშუალოდ გულისხმობ ფურცლის ვერსიას, ანუ ოფიციალურად ოსპიტალიტას მიიტანს. ფიქრობს, რომ დატოვა ინფორმაცია და ყველაფერი რიგზეა, რადგან ქვესტურაში ეუბნებიან, რომ ჩვენ გადავცემთ ნამდვილად ტერიტორიულ კომისიას ამ ინფორმაციასო. რეალურად ლატინა შედარებით კეთილსინდისიერად მუშაობს, ან ლატინის ქვესტურა და კი ბატონო 50%-ით ასე შეგვიძლია ვთქვათ გადასცემენ ინფორმაციას ტერიტორიულ კომისიას, თუმცა გადაცემული ინფორმაციისასაც მომხდარა ასეთი რამ, რომ საბოლოოდ თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიიღო მისამართზე წერილი და ძალიან რთული გახდა შემდგომ იმის დამტკიცება, რომ მან ოფიციალური წესით ასეთი ოფიციალური წესით თუნდაც გადასცა საჭირო ინფორმაცია, რომლის გადაცემისთვის მას ჰქონდა ვალდებულება, ანუ თავშესაფრის მაძიებელს და ვერ მოხდა ამის დადასტურება, რადგან ქვესტურამ თავისთავად ხადია, თავისი შეცდომა არ აღიარა, სწორედ აქედან გამომდინარე, ახლა ეს მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ თუ ვინმე მე გამაკრიტიკებს და მეტყვის, რომ თუ არსებობს რაიმე გზა, რომ მე ჩემი ინფორმაცია მივიტანო შესაბამის ადგილას და ვიყო დარწმუნებული, რომ ვთქვათ, გადავეცი ინფორმაცია, რისი ცნობების ვალდებულებაც მე მქონდა, ვთქვათ, ტერიტორიული კომისიისთვის, აი ასეთ შემთხვევაშიც კი შეიძლება წარმოიშვას პრობლემა და სწორედ ამიტომ ჩემო ძვირფასო თავშესაფრის მაძიებლებო იტალიაში იმედია გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას და თქვენ ოფიციალურად აცნობებთ ტერიტორიულ კომისიას კავ-პატრონატის მეშვეობით ან ადვოკატურის მეშვეობით ან ნებისმიერი ადამიანის მეშვეობით, ვისაც პეკი, ეგრეთ წოდებული პეკი, მხოლოდ პეკის მეშვეობით უნდა იყოს გაგზავნილი წერილი, რომ ჩაგეთვალოთ თქვენ ოფიციალურ დოკუმენტად. ფიქრობ, ამომწურავად ჩამოვაყალიბე ეს ყველაფერი, გისმენ კიდევ მე დავასრულებ ერთ საკითხს. დასაწყისი ეტაპი არის სრულიად თავისუფალი, ნებისმიერ თავშესაფრის მაძიებელს შეუძლია შეიტანოს განაცხადი, გამოიაროს, გაიაროს ის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პირველ გასაუბრებამდე მივიდეს და ჩაენიშნოს მას ეგრეთ წოდებული აფუნდამენტო შეხვედრა და ამის შემდეგ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს, ბუნებრივია ხომ, რომ მას ჰყავდეს ადვოკატი, უფლებადამცველი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მის იმ საკითხების მოგვარებას, რაც არის მნიშვნელოვანი ტერიტორიული კომისიის შეხვედრაზე გასვლამდე. კი ბატონო, მადლობა განსაკუთრებით ამ კითხვისთვის, საერთოდ ამ შესაძლებლობისთვის. თუმცა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც ახლა პასუხს რომ გავცემ, ჩათვალეთ, რომ ეს არის ზუსტი ინფორმაცია. ნებისმიერი სიტყვა და ნებისმიერი ინფორმაცია ჩემ მიერ მოწოდებული ზუსტია, მაგრამ ზოგადად იმდენად ინდივიდუალურია ნებისმიერი საქმე, რომ შეიძლება ვთქვათ,
ამ ინფორმაციის შემდგომაც ჩავთვალოთ, რომ აი შეიძლება რაღაცები ხვანარად მოხდეს და მე ამას ვეთანხმები. თუმცა ინფორმაცია თავისი ფუნდამენტური არსებობით ყველაფერი ნამდვილი არასაც გაჩნდა. ახლა რაც შეეხება ადვოკატის როლს და ზოგადად თავშესაფრის მადლიერების პროცესში ადვოკატის როლს, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებ ძალიან ვთქვათ, ცოტა არ იყოს არც კი ვიცი როგორ თქვა, მოკლედ შესავლის გარეშე დავიწყებ. არ არის საჭირო ადვოკატის აყვანა, ასე პირდაპირ გეტყვით, აზილო-პოლიტიკოს საქმის დასაწყებად. ვინც არ უნდა თქვას, რამდენი წელიც არ უნდა კონდეს გამოცდილება იტალიაში ამ საქმესთან დაკავშირებით, იტალიას ვგულისხმობთ. არ ვეთანხმები არც ერთ ადვოკატს, არც ერთ იურისტს, რომ საჭიროა ადვოკატის აყვანა. იშვიათი გამონაკლისების გარდა. იშვიათი გამონაკლისები, როგორ უკაცრავად გამონაკლისებზე საუბარი. დავასრულებ ამ კითხვას, შემდგომ გამონაკლისებზეც ვისაუბრებ, რომ უფრო მეტად გასაგები იყოს მსმენელისთვის. იცით, რატომ არ არის საჭირო ადვოკატის ყოლა? მე როგორც ვთქვი, თუ ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად მივიდეთ კვესტურაში, რიგში დავდგეთ ან ავიღოთ აპუნტამენტო. აპუნტამენტოს აღება რას ნიშნავს და ვის შეუძლია? აპუნტამენტო შეიძლება იყოს აღებული, ახლა როგორც ვახსენეთ, ტერიტორიული კომისიის ინფორმირებისთვის, ანუ საინფორმაციო, ანუ შუამავალი ვინ შეიძლება იყოს, ხო? შეიძლება იყოს კახპატრონატოს წარმომადგენლობა, შეიძლება იყოს ადვოკატურა, ან ნებისმიერი პირი, ვისაც აქვს პეკი. ესე იგი, რას ნიშნავს? ამ კითხვაზე პასუხი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის მეშვეობით, თუ მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატის აყვანა არის საჭირო და სავალდებულო, ხო? თუ შეუძლია კერძო პირმა, ვთქვათ, აიღოს აპუნტამენტო თავშესაფრის მაძიებლობისთვის განცხადების დასარეგისტრირებლად, ან თუ კერძო პირს შეუძლია მიწეროს ტერიტორიულ კომისიას, ვთქვათ, ინფორმაცია პეკის მეშვეობით საქმის ნებისმიერ ეტაპზე, სხვადასხვა ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ ადვოკატის ყოლა არ არის საჭირო აზილო-პოლიტიკოს დასაწყებად. ლოგიკურია, ხო? ახლა ვთქვათ, მაგალითი მოვიყვანოთ, ადამიანები არიან, ვისაც ადვოკატის მეშვეობით აქვს დაწყებული ეს საქმე და ისინი შემომედავებიან, რომ აი მე ადვოკატი მყავდა, მშვიდად ვიყავი, აბსოლუტურად ყველაფერი რიგზე იყო, არ ვღელავდი მისამართთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ვინც ამბობს, სწორედ ვთქვათ, პირობითად ავიღოთ ვინმე თეონა და ნინო, ვთქვათ, ერთი და იგივე ადვოკატი და დაიწყეს საქმე. აზილო-პოლიტიკოს საქმე ვიღაც კონკრეტული ადვოკატის მეშვეობით. თეონა და ნინო ამბობენ, რომ ვთქვათ, ყველაფერი რიგზეა და ძალიან გამართლებულია, თუმცა თეონასა და ნინოს გარდა, ამ ორი ადამიანის გარდა 10 ადამიანი არის დაზარალებული აბსოლუტურად, რადგან ამ 10 ადამიანს ესმის რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, ესმის რას ნიშნავს გააკეთოს ნებისმიერი რამ უფასოდ, ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეული საფრთხები, ანუ პრობლემების წარმოქმნა აირიდოს თავიდან. ადვოკატის ყოლა დასაწყისში აზილო-პოლიტიკოსთვის უკაცრავად ყველასთან, მაგრამ წარმოქმნის პრობლემებს. და შემდგომ ამ პრობლემების მოსაგვარებლად ჩემთან მოდიან, ეს არის აბსოლუტურად პრაქტიკული მოცემულობა, მე არითაც არ ვაზვიადებ ნამდვილად და ახლა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზილო-პოლიტიკოს საქმის დასაწყებად არ არის ადვოკატი საჭირო და ახლა კიდევ დავამატებ, რატომ არ არის. შემდეგი ეტაპი განვიხილოთ, ესე იგი თავიდან არის დაწყების ეტაპი და შემდგომ არის უკვე კომისიის გასაუბრების ეტაპი ტერიტორიული კომისიის წინაშე, რაზეც ძალიან ღელავს ხოლმე ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებელი, ხომ ეგრეა. მოკლედ, ამ ეტაპზეც თავშესაფრის მაძიებელმა, როდესაც თავისი ისტორია უნდა მოყვეს ტერიტორიული კომისიის წინაშე, არ არის ადვოკატის ყოლა საჭირო. და რატომ არ არის?
იტალიაში სულ რამდენიმე ტერიტორიული კომისია, სადაც უშვებენ თავშესაფრის მაძიებელს ადვოკატთან ერთად. და ადვოკატის როლიც იმ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არის, ანუ ადვოკატის როლი იმ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს, ანუ უბრალოდ უზის გვერდით თავშესაფრის მაძიებელს, არის თარჯიმანი, არის თავშესაფრის მაძიებელი, ანუ ადვოკატის როლი რა არის ამ შემთხვევაში? ფაქტობრივად ადვოკატი არის მოწმე ამ ყველაფრის და რამდენად საჭიროა მოწმე ამ პროცესისთვის თქვენ გამოიტანეთ აზრი. ახლა ვთქვათ, არის თუ არა საჭირო ადვოკატის ყოლა თავშესაფრის მაძიებლის მოტივის ჩამოსაყალიბებლად. არის საჭირო ადვოკატის ყოლა არც ამ კონკრეტული მოცემულობისთვის და რატომ? რადგან შეუძლებელია თავშესაფრის მაძიებელმა გაიზეპიროს კონკრეტული მოტივი, რომელიც შესაძლოა იყოს დაწერილი ადვოკატის მიერ და იყოს აბსოლუტურად შეთხსული ისტორია. შეუძლებელია ვიღაცის მიერ შეთხსული ისტორია დავიმახსოვრო და ეს ყველაფერი შემქონდეს გაშინაარსებული ტერიტორიული კომისიის წარმომადგენელი გასაუბრებაზე კითხვებს რომ დამისვამს პასუხებისას მე ვიყო დამაჯერებელი. ანუ ადვოკატის მეშვეობით არსებული მოტივი ტერიტორიული კომისიის სხდომის წინაშე ფაქტობრივად 99%-ით უარს ნიშნავს. ბოდიშ ვუხდი ყველას ამ სიმართლისთვის, მაგრამ მე ვალდებული ვარ სიმართლე მივაწოდო ნებისმიერ ადამიანს. ძალიან ვწუხარ, რომ იტალიაში დღესდღეობით ამ ინფორმაციას ჩემ მეტი რეალურად არ გასცემს. ძალიან ვწუხარ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ადვოკატის მეშვეობით ჩამოყალიბებული მოტივი, ანუ აი თავიდან რომ ადვოკატი აიყვანეთ მიმართავ თავშესაფრის მაძიებელს. თქვენ თავიდან რომ ადვოკატი აიყვანეთ საქმის დასაწყებად, ეს ადვოკატი რომ მოყვება პროცედურას და მოდის სწორედ აი იმ დღის ჩათვლით, რომელსაც ქვია ტერიტორიული კომისიის წინაშე თქვენი გასაუბრება, თქვენ იცოდეთ ზუსტად, რომ იმ დღეს თქვენი მოტივი განწირულია 100%-ით თუ არა 99%-ით და უფრო მეტით უარყოფითი პასუხისთვის. ახლა თუ თქვათ ადვოკატი ყოლა საჭირო არ არის, რა შეიძლება ამაზე რომ ვიმშელოთ, რა შეიძლება გაკეთდეს. მნიშვნელოვანია თავშესაფრის მაძიებელს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია ტერიტორიული კომისიის წინაშე, ვთქვათ, როგორ ჩამოაყალიბოს მოტივი. და საიდან შეიძლება მივიღოთ ეს სწორი ინფორმაცია. ახლა ცოტა ხმამაღალი განცხადება უნდა გავაკეთო, მაგრამ ესეც სიმართლეა და თამამად ვიტყვი ამ ყველაფერს. ჩვენს ადვოკატურაში მე სადაც ვმუშაობ, რომში იურისტად, სტუდიო ლეგალე, ვანიჩელი, ჩინკუე მანი, ჩელეტი მალუსინი, ასეთი დასახელების ადვოკატურა. ერთადერთი, სადაც რეალურად გაიცემა ტერიტორიული კომისიისთვის, უпростоრად ხელმისაწვდომია ტერიტორიული კომისიისთვის კონსულტაცია, რომლის საფუძველზეც თავშესაფრის მაძიებელ პირს რეალურად შეუძლია მიიღოს დადებითი პასუხიც კი ტერიტორიული კომისიიდან. არის ეს ადვოკატურა, არის ერთადერთი ადვოკატურა, სადაც ჩვენ ვართ ორიენტირებულნი, რომ ჩვენთან მოსულმა ადამიანმა, თავშესაფრის მაძიებელმა, რომელსაც ესაჭიროება ინფორმაცია ტერიტორიული კომისიისთვის მოტივის ქონის თვალსაზრისით, მიიღოს ისეთი ინფორმაცია, რომ ამ ინფორმაციის არსებობის ქონის შემდგომ ასევე მიიღოს დადებითი პასუხიც. ეს კონსულტაცია არ არის გარანტია დადებითი პასუხის მისაღებად, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს კონსულტაცია არის ძალა თავშესაფრის მაძიებლისთვის, ძალა რაც გულისხმობ, როგორც თქვათ, ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურად მზაობის თვალსაზრისით, მან იცის რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, სტრუქტურულად როგორ ჩამოაყალიბოს თავისი მოტივი, როგორ მოყვეს თავისი ისტორია, რა უნდა მოყვეს, რა არ უნდა მოყვეს, მეტწილად როდესაც ფიქრობენ, რომ მოტივი არ აქვს, როგორ შეიძლება ის მათ მიერ ჩათვლილი
არა ცნობილი მოტივი, ასე ვთქვათ, ჩამოაყალიბონ რეალურ მოტივად. ამას სჭირდება ზუსტად სწორად ინფორმირება, შესაბამისად კომპეტენტური ადამიანის მიერ თავისთავად ცხადია, რომ ანუ სწორად ჩამოყალიბება რატომ? იმიტომ რომ განწირული არ იყოს უარყოფითი პასუხისთვის და არსებობდეს რაღაც მინიმალური შანსი მაინც, რომ მან მიიღოს დადებითი პასუხი. თუ ჩვენ ახლა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფერს შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ ანუ ამ პროცესის განმავლობაში არ ყოფილა საჭირო აზილო პოლიტიკოს საქმისთვის ადვოკატის ყოლა. თუ ადვოკატი მყავს და ადვოკატი მე რეალურად ვერ მეხმარება უშუალოდ ჩემი ინტერესების დაცვისთვის, მე ვერ ხვდები რა არის აზრი ადვოკატის ყოლის. თუ ადვოკატის ყოლა ჩემთვის და რეალურად ადვოკატისთვის მხოლოდ ის არის, რომ მისი ინტერესი იყოს დაცული ჩვენი თანამშრომლობისას, მას გამოდის, რომ მე არ უნდა ავიყვანო ადვოკატი ამ ეტაპისთვის, რადგან მე ადვოკატი მჭირდება როგორც უფლებადამცველი და ჩემი უფლებები არ იქნება დაცული და ჩემი ინტერესები არ იქნება გათვალისწინებული ჩემი საქმის წარმოების პროცესში, მას უმჯობესია რომ არ მყავდეს ადვოკატი და ისევ დამოუკიდებლად გავიდე ტერიტორიულ კომისიაზეც და თუ ვთქვათ, უარს მივიღებ ტერიტორიული კომისიიდან ჩემი გასაუბრების შემდგომ თუ გადავწყვეტ რომ ავიყვანო, თუ გადავწყვეტ რომ ტერიტორიული კომისიის მიერ გაცემული უარი გავასაჩივრო ადვოკატის მიერ, აი ამ შემთხვევაში უნდა ავიყვანოთ ადვოკატი. ანუ ეს არის ერთადერთი სავალდებულო მომენტი, როდესაც აზილო პოლიტიკოს საქმის წარმოებისას ხდება ადვოკატის აყვანის საჭიროება. სხვა შემთხვევებში ხა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რადგან ძალიან ესე ვთქვათ, ცოტა არ იყოს სადისკუსიო ინფორმაცია, რაც ახლა მე მოგაწოდეთ და საკამათოც შეიძლება ვუწოდოთ. მე არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს ინფორმირებული თავშესაფრის მაძიებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიიღოს იურიდიული კონსულტაცია, უნდა გაიაროს კონსულტაცია სპეციალურად მოტივთან დაკავშირებით, რომ სწორად ინფორმირებული გავიდეს ტერიტორიული კომისიის წინაშე. და ასე შემდეგ, ან ჩემი აზრით, მაქსიმუმ 2 კონსულტაცია შეიძლება გაიაროს თავშესაფრის მაძიებელმა და მიიღოს სწორი ინფორმაცია, ეს არის უფრო კარგი, რადგან იტალიის პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, დღესდღეობით როგორც მუშაობენ ამ სფეროში ადვოკატურები, კავპატრონატოს წარმომადგენლები თუ მათი დამხმარე ქართველი ასისტენტები, რომლებიც თავს იურისტებად ასაღებენ, მათ მიერ გაწეული კონსულტაციები არ არის იურიდიული კონსულტაცია, თამამად შემიძლია ვთქვა, ეს ყველაფერი და ეს არ არის საკამათო, არა იურისტს შეუძლია ვთქვათ, იურისტმა შეიძლება ჩაატაროს იურიდიული კონსულტაცია, მაგრამ ჩემი აზრით და აბსოლუტური თეორიული ლოგიკური მოცემულობით ეკონომისტი ვერ ჩაატარებს იურიდიულ კონსულტაციას. ამიტომ ძალიან მე ვიცი რომ ეს ჩვენი live ეთერი აბსოლუტურად მთლიანად დაუჭრელად დარჩება თქვენს ეთერში და ძალიან მიხარია, მინდა რომ მაქსიმალურად ეს ინფორმაციები გამოიყენონ ჩვენმა მაყურებლებმა და ასევე მათ ვინც მომავალში ნახავს ამ ვიდეოს და ენდონ ამ ინფორმაციას. თუ ვინმეს პრობლემა აქვს ჩემი მიერ დღეს მოწოდებული ინფორმაციისთვის აბსოლუტურად თამამად ვიტყვი, საჯაროდაც შეუძლია გამაკრიტიკოს და მე მას საჯაროდ ვუპასუხებ, რატომ არის ეს ყველაფერი ასე ნამდვილად და რატომ არის არაკეთილსინდისიერება დღეს რაც ხდება იტალიაში აზილო პოლიტიკოსთან დაკავშირებით სხვადასხვა პროცედურებისას. ფიქრია, აქ ერთ საკითხს დავაკონკრეტებ, დავაზუსტებ და ხას გავუსვამ. ადვოკატის ყოლა ბუნებრივია, ალბათ არის ერთი მიზეზი იმისა, რომ საკუთარი უფლებების დაცვის შიში შეიძლება ქონდეს ემიგრანტს. როცა ხარ შენს ქვეყანაში, შენი უფლებების დაცვა ძალიან მარტივია, სამართლებრივ კუთხით და ჭრილში გულისხმობ.
მაგრამ როცა ხარ უცხო ქვეყანაში და იქ თავში საფარს, ამ შემთხვევაში ალბათ ეს არის ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად შიშის მომენტი, რომ ადვოკატი მის ინტერესებს დაიცავს, ბოლომდე მიყვება მის საქმეს და მას არ ექნება არანაირი საფრთხე. ის დარწმუნებულია, რომ მას ექნება ადგილო პოლიტიკოს დადებითი პასუხი. ეს ცოტა ლირიული გადახვევა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ მნიშვნელოვანია შიშის დაძლევა და ის ფსიქოლოგიური მდგრადობა, რაც სჭირდება ყველა ემიგრანტს იმისთვის, რომ ბოლომდე მიყვეს თავის საქმეს და დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე. ფიქრია, აქვე მინდა გიკითხოთ, იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორიული კომისიის სხდომაზე გადის, უკვე ბოლო ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ ადგილო პოლიტიკოსი. ტერიტორიული კომისიის სხდომაზე გადის ემიგრანტი, თავშესაფრის მადლიებელი და მას რა შემთხვევაში როგორ შეიძლება განმარტოთ დადებითი პასუხის შემთხვევაში ამით სრულდება თუ რაღაც გარკვეული ეტაპებია კიდევ გასავლელი და უარის შემთხვევაში ბუნებრივია არის საჭირო გასაჩივრება. ეს რომ განმარტოთ მოვახდინოთ ამის დიფერენცირება და რა უნდა გააკეთოს დადებითი შემთხვევაში ასრულებს და ის მზად არის უკვე და მასთან ხმობა აქვს და საკითხი უარის შემთხვევაში ასევე რა უნდა გააკეთოს თავშესაფრის მადლიებელმა პირებმა. კი ბატონო, მოკლედ თითოეული კითხვა ერთმანეთზე უკეთესია. შემიძლია გითხრათ, რადგან ძალიან საჭირო კითხვები და ძალიან საჭირო ინფორმაცია უნდა იქნეს თავისთავად ცხადია ამ კითხვების საფუძველზე გაცემული. თქვენს დასკვნას მივუბრუნდები, თქვენის ნებართვით ადვოკატის ყოლის საკითხს ფაქტორიდან და ჩვენი სიმშვიდისთვის თქვათ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რამდენად სწორია. სწორედ თავშესაფრის მაძიებლის სიმშვიდისთვის არის მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ. ვინც ფიქრობს, რომ აი თან საქმეს ჩავაბარებ ადვოკატს თავიდანვე და ვიქნები მშვიდად, ძალიან ცდება. რეალურად ის გზა, რაც მან უნდა გაიაროს, აუცილებლად უნდა გაიაროს ზუსტად ისე, როგორც ვთქვათ, გაივლიდა ადვოკატის ყოლის გარეშე. აბსოლუტურად მყარად შემიძლია ეს ყველაფერი მრავალ გზის გავიმეორო, რადგან თავშესაფრის მადლიებლობის პროცედურები იმდენად სპეციფიურია და იმდენად ინდივიდუალურია, შეუძლებელია წინასწარ იყოს რაიმე გათვლილი და თქვენ ახსენეთ, ადვოკატის აყვანაო არის ერთ-ერთი, ესე იგი, ადვოკატის აყვანის მიზანი არის დადებითი პასუხის მიღებაო. ძალიან არასწორი ინფორმაცია რეალურად საზოგადოებაში გავრცელებული, აი თქვენს ახლა ფაქტობრივად დასკვნის სახით თქვით ყველაფერი ეს ასე არ არის. დაზუსტებით გეტყვით, მტკიცებითი ფორმით გეტყვით, რომ ეს ასე არ არის. არავინ იცის ტერიტორიული კომისიის გადაწყვეტილება დადებითი იქნება თუ უარყოფითი პასუხი და არავის შეუძლია ამის განსაზღვრა. ზუსტად ისე, როგორც უკვე შემდგომ ეტაპზე, როცა ნამდვილად საჭიროა ადვოკატის ყოლა და სასამართლოშია საქმე შეტანილი, ვთქვათ, გასაჩივრებული, როგორც იქ შეუძლებელია საბოლოო პასუხი იყოს 100%-ით გარანტირებული დადებითი პასუხის თვალსაზრისით, ზუსტად ისე და უფრო მეტად შეუძლებელია ტერიტორიული კომისიის პასუხის განსაზღვრა. სწორედ ამ მოცემულობით, თუნდაც აბსოლუტურად აი ამ სიტყვით შევაფასებ უაზრობა ადვოკატის აყვანა, რადგან ვერც სიმშვიდეს მოვიპოვებ, ვერც რეალურად იმ კეთილდღეობას, რომ ვთქვათ, ტერიტორიული კომისიისთვის მექნება, აი ესე ვთქვათ, არაჩვეულებრივი მოტივი, ეს აღარ მექნება. ამ პერიოდის განმავლობაში არც დამოუკიდებელი არ ვიქნები და ასე შემდგომ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება ითქვას, დღესდღეობით ადვოკატის აყვანა იტალიაში ნიშნავს მეტწილ შემთხვევებში გულისხმობ მეტწილ შემთხვევებში და ყველას არ გულისხმობ არცერთ შემთხვევაში. მინდა ეს ყველა კარგად აიგოს, მაგრამ ძირითად შემთხვევებში სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ აზილო პოლიტიკოსთვის, ანუ ადვოკატის აყვანა არის უდიდესი შეცდომა, რადგან ადვოკატის
უმრავლესობა არ მუშაობენ კეთილსინდისიერად. აზიო პოლიტიკოს დაწყებისას მათ არ აწვდიან საჭირო ინფორმაციას, მათ არ უწევენ შესაბამის კონსულტაციას და ფაქტობრივად თავშესაფრის მაძიებლები იხდიან მომსახურების საფასურს ფაქტობრივად არ არსებულ მომსახურებაში. თუმცა ამ დროს ტყუილად იხდიან თანხას ვერ ვიტყვით, რადგან მე თუნდაც არასაჭიროდ რომ მივედი ვინმე კონკრეტულ ადვოკატთან და მან დამითმო დრო, თავისთავად ხადია მე მას უნდა ავუნაზღაურო ამ დროის დათმობისთვის, ამ დროის საფასური, ხომ ეგრეა? ამიტომ გონიერებას უნდა მოუხმოს თავად თავშესაფრის მაძიებელმა და ესე პირდაპირ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აი ადვოკატები ბოლომდე წყალწაღებულები არიან, როგორც დღესდღეობით ჩვენ საჯარო სივრცეში ხედავთ, როგორც დებს დაასკვნებს ხალხი, ასეც არ არის მთლად, მაგრამ სწორედ ამიტომ ახლა რა მინდა ვთქვა ამით. ანუ უნდა შევაფასოთ, როდიდან არის საჭირო ადვოკატის საჭიროება, როდიდან უნდა ავიყვანოთ ადვოკატი. აი ამის მიხედვით ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩემი აზრით მაქსიმალურად მეტად გონიერად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და აი მიზანი არ უნდა იყოს მარტივად ავუაროთ სირთულებს გვერდით. ამ შემთხვევაში ვაწყდებით უფრო დიდ სირთულებს. დადებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება თქვენს ამ შემთხვევაში მთავარ კითხვას, ტერიტორიული კომისიის გასაუბრების შემდგომ გაიცემა ორი ტიპის პასუხი, დადებითი ან უარყოფითი სახით, ხომ ეგრეა? ძალიან ასე ვთქვათ, საბედნიერო და სასიხარულოა დადებითი პასუხის მიღება, რადგან თავშესაფრის მაძიებელი დადებითი პასუხის მიღებით ერიდება უკვე მომავალში ბევრ სირთულეს, ყველაფერს აი იმ ესე ვთქვათ, ფაქტობრივად დროს იგებს ყველაზე ფასდაუდებელს, რაც არის ემიგრანტის ცხოვრებისთვის და იწყებს უკვე პროცედურებს აზიო პოლიტიკოს საფუძველზე პერმესო დი სოჯორნო პლასტიკოს ასაღებად. დადებით პასუხს როგორც მიიღებს, დადებითი პასუხი მიაქვს ქვესტურაში, არ ჭირდება ამას აპუნტამენტოს, ეგრეთ წოდებული აპუნტამენტოს ჩანიშვნა, ანუ დაჯავშნა, შეხვედრის, რომ თითის ანაბეჭდების პროცედურა ჩაენიშნოთ ოფიციალურად. მეტწილ შემთხვევებში ქვესტურაში უნდა იქნეს მიტანილი ეს გადაწყვეტილება დადებითი პასუხი აღიარების შესახებ თავშესაფრის მაძიებლობისა და ქვესტურის მიერ უნდა იყოს ჩანიშნული აპუნტამენტო თითის ანაბეჭდებისთვის და შემდგომ ანაბეჭდების პროცედურის შემდგომ უკვე წესით და რიგით 40 დღის შემდგომ უნდა იქნეს დამზადებული პერმესო დი სოჯორნო. რაც შეეხება უარყოფით პასუხის შემთხვევაში უმეტესობა 90% ასაჩივრებს ამ საქმეს და ის ეტაპია სწორედ რომელზეც წეღავ ვისაუბრეთ, სავალდებულო ეტაპი, როდესაც ადვოკატი გვჭირდება ნამდვილად. ეს არის ბოლო ეტაპი, თქვენ სწორად ახსენეთ აზიურ პოლიტიკოსთვის ბოლო ეტაპი უშუალოდ ტერიტორიულ კომისიასთან და არა მთლიანად აზიურ პოლიტიკოსთვის. ანუ კომისიის გასაუბრების შემდგომ პასუხის მიღება დადებითი ან უარყოფითი ფორმით ტერიტორიულ კომისიასთან ბოლო პროცედურა. თუ დადებით პასუხს მივიღებთ, მივდივართ ქვესტურაში, თუ უარყოფით პასუხს მივიღებთ და გადავწყვიტავთ, რომ გავასაჩივროთ უარყოფითი პასუხი სასამართლოში, ზემდგომი ორგანო სასამართლო არის, ამ შემთხვევაში აუცილებელია ავიყვანოთ ადვოკატი და უკვე საქმე გადადის მთლიანად სასამართლო წარმოებაში. რაც შეეხება მოლოდინის პროცესს, ჩემთვის სავსებით მისაღებია ეს პროცესი. სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი ვარ და ბუნებრივია ვიცი ეტაპობრივად კოლეგიალობის თვალსაზრისით გავადებში განიხილება. იდენტურია გასაუბრებაზე დაბარების ფორმაც.
ამასაც აქვს ალბათ თავისი ლიმიტი, ამას აქვს თავისი მოლოდინის რეჟიმი, ასეა, ხო? ძალიან ბევრი ემიგრანტი კითხვას სვამს, როცა აინტერესებთ აი ამ ტურისტულ ტერიტორიულ კომისიამდე მისასვლელად ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ უკვე საბოლოო ეტაპი, დადებითი შემთხვევაში და უარყოფითი შემთხვევაში უკვე ისაუბრეთ ამაზე, მაგრამ აი იქ მისასვლელად რა პერიოდი შეიძლება 6 თვიანი პერმესოს აღებიდან რა პერიოდის მოლოდინის რეჟიმში შეიძლება იყოს თავშესაფრის მატარებელი პირი. ანუ თქვენი კითხვა კი გასაგებია, მაგრამ ამომწურავი რომ იყოს მოლოდინის რეჟიმი რა გულისხმობს თავშესაფრის მატარებლობის პროცესში, აქ შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად. სამ ნაწილადაც შეიძლება გავყოთ, მაგრამ უშუალოდ თქვათ დადებითი პასუხის მიღებამდე პერიოდი რომ მოვისაზროთ, შეიძლება გაიყოს ორ ნაწილად. პირველი, როდესაც ველოდებით კომისიის ჩანიშვნის თარიღს, ეს პერიოდი, ეს მოლოდინი, როდესაც ტერიტორიულმა კომისიამ უნდა გამოგვიგზავნოს ინფორმაცია გასაუბრებისთვის, ანუ ეს პერიოდია მოლოდინის დრო და შემდგომი, თუ ვთქვათ, უარყოფით პასუხს მიიღებს თავშესაფრის მაძიებელი, შემდგომი ეტაპია, როდესაც ადვოკატის მეშვეობით გასაჩივრებული იქნება საქმე სასამართლოში, შემდგომი ეტაპი, ანუ სასამართლოში ანუ საქმის წარმოების პერიოდი. ესე იგი, პირველ ეტაპზე, ანუ როგორც თქვენ ახსენეთ, ძალიან ინდივიდუალურია ყველაფერი. პირველ ეტაპზე უფრო ინდივიდუალურია მოლოდინის დრო. ვადები რეალურად რა დროში რას უნდა ველოდოთ, რადგან სამწუხაროდ არ ხდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვა, ვერ ხდება ასე რომ ვთქვათ, უფრო სწორი იქნება, რადგან თავშესაფრის მაძიებლობის მსურველი ასე ვთქვათ, პირები არიან ძალიან ბევრნი და ვერ ხდება ტერიტორიული კომისიის მიერ დროულად საქმეების წარმოება. აქედან გამომდინარე, აგვიანდება საქმის წარმოების პროცესი და თავშესაფრის მაძიებლებს უწევთ ლოდინი, ვთქვათ, ტერიტორიული კომისიის გასაუბრებისთვის ინფორმაციის მისაღებად 6 თვე, 8 თვე, 1 წელი, 2 წელი, 2 წელიწად ნახევარიც კი. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური, შეგვიძლია პრაქტიკული მოცემულობიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ და უფრო გამგები ვიყოთ ტერიტორიული კომისიების, რადგან მათ ასე ვთქვათ, კადრები არ ემატებათ, თუმცა ემატებათ საქმე და აქედან გამომდინარე გასაგებია ეს ყველაფერი რატომ ხდება. ახლა აქვე ვიტყვი, რომ არაფრის დაჩქარება არ ხდება და ვერ ხდება, სწორედ ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ მივყვეთ მთლიანად ამ მოლოდინის პერიოდს, თუმცა ვთქვათ, ბოლო მონაცემებით თუ 6 თვის, მაქსიმუმ 8 თვის განმავლობაში ინფორმაციას არ მივიღებთ ტერიტორიული კომისიის თარიღთან დაკავშირებით, ვგულისხმობ უკვე ბოლო პერიოდს 2024 წლის შემოდგომიდან განვითარებულ პრაქტიკულ მოცემულობას, უმჯობესი არის, რომ ტერიტორიული კომისიისთვის იქნეს მიწერილი, რომ თავშესაფრის მაძიებელი ვერ იღებს მისამართზე ამ მნიშვნელოვან ინფორმაციას და უკვე ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, რომ ეს ოფიციალურად უნდა იყოს ფიქსირებული, თუ როდესმე დამჭირდება, როგორც ოფიციალური დოკუმენტი და მტკიცებულება გამოვიყენო, რომ მე თავის დროზე მოვიძიე ინფორმაცია ჩემს საქმესთან დაკავშირებით, მზად ვიყო, თქვათ, იმ კონკრეტული პერიოდისთვის, სადაც ძალიან წარმატდება ეს მტკიცებულება გარკვეული საკითხის ნაწილსაყოფად. ახლა მეორე შემთხვევა, მეორე პერიოდი, ვთქვათ, როცა თავშესაფრის მაძიებლის საქმე უკვე გასაჩივრებული არის და სასამართლო წარმოების ეტაპზეა. აი ამ შემთხვევაში კარგი იქნება აქვე ვახსენოთ ადვოკატის როლზე, რეალურად ადვოკატი თავშესაფრის მაძიებელსა და სასამართლოს შორის არის შუამავალი რგოლი და ადვოკატი არ არის გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეს ძალიან კარგად და გარკვევით უნდა იყოს დაგებული. სხვანაირად შეუძლებელია, ვინმე თუ ამას არ დაეთანხმება, უბრალოდ ის თავისთვის წარმოიქმნის პრობლემას საკუთრივ. ვერაფერი შეიძლება, რადგან ეს ლოგიკური მოცემულობა, გავიმეორებ, ადვოკატი არის შუამავალი, ვთქვათ,
ჩემსა როგორც თავშესაფრის მაძიებელსა და თქვენს როგორც სასამართლოს, ანუ საჯარო დაწესებულებას სახელმწიფოს შორის, ხომ? ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არის სასამართლო ნებისმიერი პროცედურისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ჩვენ განვსაზღვროთ მოლოდინის პერიოდი რამდენი შეიძლება იყოს, როგორც თქვი, ინდივიდუალურია ყველაფერი, გასაჩივრებულ საქმეებზე 10 გასაჩივრებულ საქმეს თუ ავიღებთ მაგალითად, 10 საქმიდან თქვათ 20 საქმეზე მოდის ძალიან მალე ინფორმაცია, რომ ჩაინიშნა სასამართლოში საქმის განხილვა, ასევე ძალიან მალე თქვათ ორ საქმესთან დაკავშირებით გადის ფაქტობრივად 1 წელი და ვერანაირ ინფორმაციას ვერ იღებს ადვოკატურა, რადგან სასამართლოში მომრავლებული საქმეებიდან გამომდინარე ვერ წდებიან ამ ყველაფერს განსაზღვრული ვადებით და ხდება საქმის წარმოების ესე ვთქვათ შეჩერება გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ამ დროს ადვოკატს არაფერი შეუძლია, მხოლოდ ლოდინი არის გამოსავალი და დანარჩენი საქმეები, რომლებიც ესე ვთქვათ მალე შეიძლება იყოს მიღებული პასუხი, თუმცა პროცესი ჩანიშნული იყოს საქმის განხილვის კონკრეტული თარიღი, ჩანიშნული იყოს გავუსვათ ხაზი მოსამართლის მიერ 1 წლის შემდგომ, წელიწადი და 2 თვის შემდგომ, წელიწადი და 3 თვის შემდგომ. გავიმეორებ, ეს არ არის ადვოკატზე დამოკიდებული. თქვენ ვინაიდან სასამართლოს ყოფილი თანამშრომელი ხართ, გესმით ეს ყველაფერი, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი თავის მხრივ გადაწყვეტილების მიღებისას. ამის გაგება ძალიან უჭირს ჩვენს მომხმარებლებს უმეტესწილად და ზოგადად არა მხოლოდ ჩვენს მომხმარებლებს, არამედ ასევე თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც სხვა ადვოკატურებში აქვთ გასაჩივრებული აზიო-პოლიტიკოს საქმეები. მე მეუბნებიან, რომ ადვოკატი მყავს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გაიწელა საქმე, დროში იწელება ყველაფერი და ამის გამო საყვედურობენ ადვოკატებს. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, ადვოკატის სიკარგე სხვა რამით ფასდება და ახლა ხაზგასვამ ამ პერიოდებს დროის გაწელვას კიდევ ერთხელ და ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური და საქმის დაჩქარება, როგორც პირველ ეტაპზე, როგორც ვთქვათ, მოლოდინის ეტაპზე კომისიის გასაუბრების ინფორმაციის მიღებისა, ასევე ამ ეტაპზეც არის შეუძლებელი. ასევე შემდგომ დადებითი პასუხის მოპოვება ჩვენ ვახსენეთ მგონი წინა კითხვისას, ვთქვით, რომ ესე იგი დადებითი პასუხი უნდა იქნეს მიტანილი ქვესტურაში და შემდგომი პროცედურებით უნდა იქნეს პერმესო დი სოჯორნო აღებული. ასე ხდება ზუსტად სასამართლო წესით მიღებული დადებითი პასუხის შემთხვევაშიც. თავშესაფრის მაძიებელი ქვესტურაში იქ იღებს აპუნტამენტოს ან ზოგიერთ შემთხვევაში ჯავშნის მანამდე აპუნტამენტოს და შემდგომ იგივენაირად გადის იმ პროცედურებს, გაივლის პროცედურებს, რომლებსაც გადაახვდა თავშესაფრის მაძიებლები, რომლებმაც პირდაპირ მოიპოვეს დადებითი პასუხი ტერიტორიული კომისიის გასაუბრების შემდგომ. და აქაც კიდევ არის ლოდინის პერიოდი, უშუალოდ პერმესო დი სოჯორნო პლასტიკოს, როცა ისინი საბოლოოდ ჩაიბარებენ ხელში. ამ დროსაც ხდება დროის გაწელვა, ხშირად ჩემი მიერ ნახსენები 40 დღე, რომ 40 დღის შემდგომ წესით უნდა იყოს დამზადებული პერმესო დი სოჯორნო პლასტიკო. ამ შემთხვევაშიც იწელება დრო და არის შემთხვევები, როდესაც ელოდებიან 5 თვეც, 7 თვე, 1 წელი. ჩვენ პირადად ვყავს მომხმარებელი, რომელიც დაახლოებით შარშან ამ დროს მივიდა რომის ქვესტურაში და დღემდე ვერ აიღო პერმესო დი სოჯორნო და მე მას ყოველდღე ვეუბნები, რომ ან ჩვენც ვიწერეთ ქვესტურას, ჩვენი მხრივ ასე ვთქვათ, ვეხმარებით, მაგრამ მასაც ვუთხარი თავის დროზე. ეს არის უბრალოდ მცდელობა და ზუსტად ვიცი, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან ამ პროცედურებისას არ ხდება არაფრის დაჩქარება. იშვიათი გამონაკლისების გარდა და ღმერთმა დაგვეფაროს ამ იშვიათი გამონაკლისებისგან ამის თქმა შეიძლება. ალბათ ფიქრია და ბოლოს კითხავ, როგორ შეიძლება თქვენთან კომუნიკაცია დისტანციურად, თქვენ ხართ რომში და სხვა ქალაქში მაცხოვრებელ ემიგრანტს როგორ
შეუძლია დაგიკავშირდეთ თავშესაფრის მაძიებელ პირს, რომელსაც უნდა თქვენთან კომუნიკაცია. რა წყარო არსებობს ამისთვის და კომუნიკაცია როგორ შეიძლება დაამყაროს? რთულად საპასუხო კითხვა არის. ახლა რატომ რთულად საპასუხო? რეალურად აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ჩვენ ნებისმიერი მომხმარებლისთვის მზად ვართ, რომ მივიღოთ და ვითანამშრომლოთ მასთან. თავისთავად ცხადია, ვგულისხმობ ადვოკატურას, რომელშიც მე ვმუშაობ და ამ წუთს, რომელსაც წარმოვადგენ თქვენს წინაშე, ხომ? ესე იგი, მინდა ერთი რამ ვთქვა, სურვილი არის მაქსიმალურად ბევრ ემიგრანტს გავწვდეთ და ბიზნესის კუთხით არ ვგულისხმობ, მინდა ესეც დავაკონკრეტო, აბსოლუტურად ვგულისხმობ იმ თვალსაზრისით, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს ჩვენგან, ჩვენი კეთილსინდისიერი, თქვათ, შრომის საფუძველზე საბოლოოდ ყველასთვის სასურველი პასუხი, სასურველი შედეგი, თავშესაფრის მაძიებლობის. მაგრამ კომუნიკაცია ძალიან გართულებული არის, გულისხმობ ჩემთან დაკავშირებას. ახლა რატომ? იმიტომ რომ თავშესაფრის მაძიებლები თავისთავად ცხადია ძალიან ბევრნი არიან, რეალურად ინფორმაციას მესაჯაროდ, რომ რასაც ვაქვეყნებ, თუ როგორ უნდა დამიკავშირდნენ, თუ რასთან დაკავშირებით შეიძლება დამიკავშირდნენ, მეტწილად არ ითვალისწინებენ თავშესაფრის მაძიებლები და ხდება პრობლემა ჩემთან დაკავშირებისა. რეალურად ჩემთან დაკავშირებისთვის მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს გაცემული, ჩემი სამუშაო Facebook გვერდის მეშვეობით იურიდიული მომსახურება რომში, ნებისმიერმა თავშესაფრის მაძიებელმა პირმა საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით, აზილო პოლიტიკოსთან დაკავშირებით უნდა მომწეროს იურიდიული მომსახურება რომშის მესენჯერში საჭირო ინფორმაცია, ესე ვთქვათ, ძალიან ლოგიკური საჭირო ინფორმაცია მათ შესახებ და კონკრეტული საჭიროება. მე ვცდილობ ხოლმე რომ მათ ვუპასუხო, თუმცა ეს ბოლო თვეები ძალიან მიჭირს მათთან კომუნიკაცია. ასევე ტელეფონის ნომრის მეშვეობითაც შესაძლებელია თავისთავად ცხადია ჩემთან დაკავშირება და ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის ჩემი ტელეფონის ნომერი. რეალურად სულაცია ეს იქნება სატელეფონო კომუნიკაცია თუ ვთქვათ მესენჯერის მეშვეობით. ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, ყველას ვეუბნები, თუ ვთქვათ სასწრაფო საჭიროება ჩემთან დაკავშირებისთვის, სასწრაფო რა შეიძლება იყოს. მაგალითად, მიიღეს პასუხი ტერიტორიული კომისიიდან და ჭირდებათ გასაჩივრება. ეს არის სასწრაფო საჭიროება, რადგან არსებობს გასაჩივრებისთვის განსაზღვრული ვადა. გარდა ამისა, იმდენად განიცდიან და ნერვიულობენ ჩვენი ემიგრანტები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ცუდად ხდებიან და არ გულისხმობ უბრალოდ აღელვებას, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან ცუდად მიდის ყველაფერი და მნიშვნელოვანია, რომ დავუკავშირდე სასწრაფოდ და პირველ ეტაპზე დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არ არის ტრაგედია, არ არის ეს მოუგვარებელი და უკვე შემდგომ ვთქვათ, ჩვენ ვიწყებთ მუშაობას. ასეთ შეტყობინებებს და ასეთ მომხმარებლებს თავისთავად ცხადი აქვთ პრიორიტეტი და შემდგომ არის თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც შეუძლიათ მოგწერონ არასასწრაფო საჭიროებისთვის ან მომწერონ მესენჯერში თუ WhatsApp-ში ტელეფონის ნომერზე და ან მომწერონ არასასწრაფო საჭიროება, როდესაც აქვთ გარკვეული კითხვა თავშესაფრის მაძიებლობასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მე მათ მიმართავ და ვეუბნები, თუ ისე მოხდა, რომ მე თქვენ დროულად არ გიპასუხეთ და თქვენ საქმე გიფუჭდებათ, უნდა მიმართოთ სხვას და უბრალოდ არ დამელოდოთ, ეს არ არის საწყენი, რადგან მე ერთი ადამიანი ვარ, მე ამ ადვოკატურას წარმოვადგენ და აქ ჩვენ ბევრნი მუშაობთ, მთელი გუნდი მუშაობთ თითოეულ საქმეზე, თუმცა ქართულ დიასპორასთან პირადად მე ძალიან დიდი შრომის გაწევა მიწევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა აღვნიშნო, ჩემთან შემოსული შეტყობინებების 85% არის აბსოლუტურად მოხალისეობრივად სამუშაო. მე მაქსიმალურად ვცდილობ თავი გავართვა ამ ყველაფერს
თუმცა დროდადრო იმატებს მომხმარებელთა რაოდენობაც და თავისთავად ცხადია, მე ისევ ერთი ვრჩები და ძალიან რთულია გავწვდე ამ ყველაფერს. კითხვაზე კიდევ ერთხელ ვუპასუხებ, უფრო ნათელი რომ იყოს ჩემთან დაკავშირებისთვის, ჩვენს ადვოკატურასთან დაკავშირებისთვის უნდა მოიწერონ იურიდიული მომსახურება რომში, მესენჯერში, სახელი, გვარი, კონკრეტული ადგილმდებარეობა და ასევე კონკრეტული საჭიროება. თავისთავად ცხადია ტელეფონის ნომერი, თუ მე ჩავთვლი საჭიროდ, რომ მათ გადავურეკო და გავუწიო მეტწილად როგორც ხდება უფასო კონსულტაცია, რეალურად ვასწავლო მათ, როგორ არ მოვიდნენ ჩვენთან ადვოკატურაში ერთი და ორი კითხვისთვის. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან სტუმრობისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ემიგრანტებს საინტერესებთ ამ თემაზე, ასე სიღრმისეულად, დეტალურად საუბრისთვის. ნამდვილად გასაგები იყო ყველასთვის და მე ვფიქრობ, კითხვები რაც დარჩა, შემდეგ ჩვენი კიდევ შეხვედრის შემდეგ და ალბათ გვექნება ამის შესაძლებლობაც და გექნებათ თქვენ ამის დრო, რომ გამოგვიყოთ და კვლავ შევხვდეთ ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო კითხვი. ჩვენს ერთგულ მაყურებელს შევახსენებ, რომ ეთერში იყო საიმიგრაციო მედია პლატფორმა აპრიორი ტივის რუბრიკა ემიგრაციამდე და შემდეგ. აქტიურად ძალიან გთხოვთ მოგწერეთ თქვენთვის ყველაზე საინტერესო მნიშვნელოვანი თემები, რაზეც მოვიწვევთ დარგის სპეციალისტებს, ვისაუბრებთ ძალიან ბევრზე და მოგაცვდით საჭირო სანდო ინფორმაციას. თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ფიქრია წარმატებებს გისურვებთ და წარმატებულ მშვიდობიან ღამეს. უღრმეს მადლობას გიხდით ქალბატონ ნათია, ასევე თითოეულ მაყურებელს, ვინც ჩვენ ახლა გვიყურებს და თვალყურს გვადევნებს, გისურვებთ წარმატებებს ყველას და საღამოს. ნახვამდის. კარგად გრძანდებოდეთ.